დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით როგორ ხდება თირკმლის კენჭების მოცილება ურეთროსკოპიის დახმარებით. Როგორც ხედავთ, აქ თირკმლის მენჩში არის მოთავსებული ეს კენჭი, რომელიც უნდა ამ ურეთროსკოპით მოცილდეს. ეს კი არის უშუალოდ ურეთროსკოპი, რომელიც იწყებს პირველ რიგში შარდის ბუშტის და მისი ეპითელის დათვალიერებას. აი ამ სპეციალური კათეტერით ექიმი შევა შარდსაწვეთის შესავალში და რეტროგრადულად, ანუ ქვემოდან ზემოთ შეიყვანს საკონტრასტო ნივთიერებას, რომელიც ავა თირკმლის მენჯამდე და რენტგენის გადაღების შემდეგ ამ კონტრასტის ქვეშ გამოჩნდება უშუალოდ მდებარეობა იმ კენჭის. აი ახლა როგორც ხედავთ, უშუალოდ ამ მანდრენის გასწვრივ ამ კათეტერით ექიმი მიუახლოვდება თირკმლის მენჯს და როგორც ხედავთ, უკვე ამ ურეთროსკოპით ხედავს ექიმი ამ კენჭს და მისი დიამეტრის შეფასების შემდეგ ის გადაწყვეტს ეს კენჭი მთლიანად შეიძლება გამოიტანოს თუ ჯერ ლაზერით დაშალოს იქ პატარ-პატარა ნაწილებად და ნაწილ-ნაწილ გამოიტანოს თირკმლის მენჯიდან. ამ შემთხვევაში როგორც ნახეთ, მოხდა დაშლა და აი ამ სპეციალური ბადით ექიმი შემდგომ ნაწილ-ნაწილ გამოიტანს ამ კენჭებს და რაც თავარია, ბოლოს დაათვალიერებს მთლიან თირკმლის მენჯს კიდევ ერთხელ, რათა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ თირკმლის მენჯი სრულიად თავისუფალია ყველანაირი მინერალური, ასე ვთქვათ, კონგრემენტისგან.